ხმაურით დაიწყო დღეს ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი. მიზეზი მოსამართლე ლელა მარიდაშვილის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც ელისაშვილის შვილს სხდომათა დარბაზი ჩაცმულობის, ეგრეთ წოდებული შორტის გამო დაატოვებინა. ამას დაკავებული პოლიტიკოსის გაღიზიანება და მოსამართლის მიმართ რეპლიკა მოყვა. შვილი გამიდეს ნომინაცია რატოა არ მინახი ადამიანი არა შვილები არა ხა არ გეთხოვა როგორ მოვიდეს დამაზე რა კიდე სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ძლიერი საქართველო ლელოს ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის მეოთხე სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს. სწორედ დღეს უნდა განისაზღვროს წინა სასამართლოს სხდომის თარიღი. ელისაშვილს სასამართლოს უპატივცემულობას ედავებიან. ბრალდების თანახმად, მან ერთ-ერთ სასამართლოს სხდომაზე პოლიციელს არაკაცი უწოდა. საუბარია შოთა ჭიპაშვილზე, რომელსაც ელისაშვილი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. პოლიციის სადისტი, რომელიც წკდებოდა, რომ დამაკავეს ცუდა სისხლი რომ მოდიოდა ტელეფონებზე, იმან იჩილა და ის პროცესი იქ ციხეში ის უნდა იყოს და აი უნდა იყოს ის. არა მე პროფესორი ველიავე და კიდე რომ მოსვარა და ფერმო პროფესორი კიდე ვარ მოსამართლე. იგივე შეიძლება გაიმეორო რომ საუბარია არაადამიანურ მოპყრობაზე, წამებაზე, ფიზიკურ ძალადობაზე, სხვა ძალადობაზე. თუ ასეთ ფაქტებს მოჩვენებული სისხლის სამართლის საქმის პარალელში კონკრეტული ბრძანა და ის. კი ბატონო, მოჩვენებული სისხლის სამართლის პარალელშია ზუსტად. ამოყირავებულად რო ხდება ეს ყველაფერი, რომ ის ადამიანი, ვის წინააღმდეგ ჩვენება მაქვს, ციხეში მოვიდა გამოძიებული დეჟანიშვილი იყო გვარად. რომელსაც დამკითხა, რომელსაც უთხარი, თითქოსებურად რო დამაკავეს სასამართლოში, წამიყვანეს წინასწარ დაკავების იზოლატორშიც. აბსოლუტურად სხვა ფაქტებზე საუბარია. არა, ფაქტებზე ვარ. რო შევჩივლეს სასამართლოს, იმიტომაც სასამართლო როგორ ჩანს და ეგ არის მაგალითად. ისე მოვიდა და მასალახედა მძვალა ჭიპაშვილმა კატეგორიულად აუგზავნა. იმიტომ რომ არის სადისტი და კბებოდა იმით, რომ ცხოვრებაში პირველად შეძლო ის, რომ ცნობილ ადამიანს, ტელევიზორში ნანახ ადამიანს უბრალოდ ციხელი ჩააჭირა. არა, ნუ მოწმენდეთ, მასალაზე ვარ. მუსლიმი ბატონო, რომელ პოლიციელს მიოყენეთ ის შემოწმება? მასალები არ არის. ია. თქვენი უფლებები ამ სისხლის სამართლის ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ ყველა საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ აღიძრა, მამუკა მდინარაძის შიშებს უკავშირდება. ელისაშვილი მას დაკავებას უწინასწარმეტყველებს და ამბობს, რომ ციხის კედლების ხეხვა მდინარაძეს პაგონებით მოუწევს. მდინარაძის შიშების შედეგია ეს და მათ ბალანდიოს გადაეცა. ფსიქოლოგთან წავიდეს. ფსიქოლოგთან ჩემი როშინია ეგ ამ საქმით ვერავნა და როზალადეს სადისტი აკეთებს და მაგალითად სამართლო პროკურატურა თან ბალანდიოს დაიჭერა ედერის პაგონები არ დაიჭერა ეგრე უნდა ვახიშნო ედერის პაგონები ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთო ჯამში 4 სისხლის სამართლის საქმეა აღჭრილი. მათგან ერთზე, რომელიც ტერორისტული აქტის მცდელობას ეხება, პოლიტიკოს 13 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.